რამ გამოიწვია ქვეშეთი კობის მშენება რეგვირაბზე მიწის მასის ჩამოშლა. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი კლინიკაშია გადაყვანილი. სოფელ წკერესთან მიწის მასა მშენებლობის პროცესში გუშინ საღამოს ჩამოიშალა. მომის გადამღები ჯგუფი მუშაობს ადგილზე და შალვა სუმბაძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. მისგან მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას მივიღებთ. შალვა, გისმენთ. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ მეხუთე დაშავებულის მდგომარეობა არის სტაბილური და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მას არ დაჭირვებია საოპერაციო ჩარევა. თავდაპირველად ის გადაყვანილი იყო გუდაურის კლინიკაში, შემდგომში კი გადმოიყვანეს თბილისში, სადაც ყველა შესაბამისი პროცედურა ჩაუტარდა და გადის მკურნალობას, თუმცა აღინიშნოს, რომ მისი ცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. 4 გარდაცვლილი კი, რომელიც მიწის მასის ქვეშ მოყვა, გუშინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მიწის მასიდან სამწუხაროდ გარდაცვლილები ამოიყვანეს. საუბარია ჩინეთის და თურქმენეთის მოქალაქეებზე, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ აქ მშენებლობაზე. ამ გზის მშენებლობისას რამდენიმე გვირაბის მშენებლობა ხდებოდა და თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გვირაბი იყო ჩამოშლილი, თუმცა შემდგომში დაზუსტდა ეს ინფორმაცია ოფიციალური უწყებების მხრიდან, გაკეთდა განმარტებები და აღინიშნა, რომ გვირაბის ბოლოს ერთ-ერთი საყრდენი კედლის მშენებლობისას გვირაბის გარეთ მოხდა მიწის მასის ჩამოშლა და სწორედ ამ მიწის მასის ქვეშ მოყვნენ გარდაცვლილები. ჯერჯერობით კონკრეტული მიზეზები დადგენილი არ არის, რა შეიძლებოდა გამოეწვია აღნიშნული მიწის მასის ჩამოშლა. ეს უკავშირდება რაიმე დაუდევრობას, არასათანადო ყურადღებას, თუ ეს დაკავშირებულია რაიმე უბედურ შემთხვევასთან და ისეთ ფაქტთან, რომლის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით ამ დრომდე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ამ მონაკვეთის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანიის წარმომადგენლები ახლა იმყოფებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საგზაო დეპარტამენტში კონკრეტულად და გადიან ყველა აქ ხდება ყველა საკითხის განხილვა, რამდენად იყო უსაფრთხოების სტანდარტები დაცული, ხომ არ იყო გამოწვეული ეს ყველაფერი იმით, რომ არ იყო შესაბამისად დაცული უსაფრთხოების სტანდარტები, თუმცა ამ კითხვებზე პასუხები მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ იქნება, რაც დადასტურდება კონკრეტულად რამ გამოიწვია მიზეზები ექსპერტიზის შედეგად. ჩვენ სულ რამდენიმე კილომეტრში ვიმყოფებით ამ ტერიტორიიდან, სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადგილი მოშორებულია უშუალოდ ცენტრალურ გზას, იქ სამოქალაქო პირების შესვლა არის აკრძალული, თუმცა როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით საგამოძიებო მოქმედებები. სოფელ წკერესთან ქვეშეთი კობის პროექტის მიმდინარეობის დროს ფერდის გამაგრების სამუშაოებისას სავარაუდოდ ფერდის ჩამოშლის გამო დაიღუპა 4 და დაზარალდა 1 უცხოეთის მოქალაქე. ამ დროისთვის დაწყებულია გამოძიება, ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი, მათ შორის საავტომობილო გზების თანამშრომლები. გამოძიების დასრულების შემდგომ დადგინდება შემთხვევის გამომწვევი კონკრეტული მიზეზები. ამ დროისთვის მინდა გაცნობოთ, რომ დაზარალებული პიროვნების ჩამწულობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, გვაქვს კომუნიკაცია მის მკურნალ ექიმთან და მისი მდგომარეობა არის სტაბილური. გუდაურის კლინიკიდან გადმოყვანილია 37 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე. მისი გადმოცემით პაციენტი სამშენებლო საგზაო სამუშაოების დროს მოყვა ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ. ამ ეტაპის გამარჯვებით ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრაუმის რეჟიმში. ამ ეტაპის მონაცემებით თავის კულმკერდის და მოცილისყრის ორგანოების ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. ამ ეტაპზე ჯერჯერობით რჩება ჩვენს კლინიკაში ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ. სავარაუდოდ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყველაზე მეტ ინფორმაციას სწორედ ის დაშავებული ადამიანი ფლობს, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად. როგორც სამედიცინო პერსონალმა მედიასთან საუბარში განმარტა, ის ადამიანი არის კონტაქტური და მას ახსოვს მოვლენები, როგორ ვითარდებოდა და რას მოყვა უშუალოდ ამ მიწის მასის ჩამოშლა და სავარაუდოდ საგამოძიებო უწყებები სწორედ ამ ჩვენებითაც დაინტერესდებიან და საბოლოოდ ექსპერტიზებით და ამ ჩვენების საფუძველზე დადგინდება, რამ გამოიწვია აღნიშნული ტრაგედია. მადლობა შალვა სუმბაძე იყო პირდაპირ ეთერში.